ჩვენ არაერთხელ ვახსენეთ დღეს სტრესი ჩვენ გადაცემის განმავლობაში, თუმცა პოზიტიური კონტექსტით და ახლა უკვე ჩვენ სტუმართან ერთად გავაგრძელებთ საუბარს ცხოვრების განმავლობაში სტრესს ყველა განვიცდით. გააჩნია რა იწვევს მას, რა ხანგრძლივობით გრძელდება ეს მდგომარეობა, რა რესურსები გაგვაჩნია მასთან გასამკლავებლად. არსებობს დადებითი სტრესი, რომელსაც ადამიანი ცხოვრების მანძილზე თითქმის იმდენჯერვე განიცდის, რამდენჯერაც უარყოფის სტრესს. რა გავლენას ახდენს ის ჩვენს ორგანიზმზე, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს მდგომარეობა ჩვენ და სასიკეთოდ. სწორედ ამ თემაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ დღეს სტუდიაში პიროვნული განვითარების მენტორი გვანცა ბარაბაძე, რომელსაც მივესალმებით. გვანცა, ფილმში დაფის. გვანცა, სტრესი კალამი გადამივარდა დაისტრესე. არა, იცი რა არის პოზიტიურად დავისტრესე. ესე იგი, სანამ შენ გვიყვებოდი თემის შესახებ, ჩვენს უკან გადის კადრები, სადაც არის იმხელა სიხარული, გამარჯვებების აღწერა და აღბეჭდვა, რომ იქნება არასწორად აღვიქვამთ ზოგადად ადამიანების სტრესს და მართლა ნეგატიურ კონტექსტში მოვიაზრებთ და განვიცდით კიდევაც ასე, სულ ნეგატიურად. აგერ ხალხს უყარია, რაღაცა სტრესი ეტყობა გადალახეს და მაგით. ხო და აი სტრესი და პოზიტიური ერთობლივად, აი ამ ორი სიტყვის თანწყობა რაღაცნაირად აგვიხსენი ჯერ მოდი პირველად არის პოზიტიური სტრესი და შემდეგ სხვა საკითხებზე გადავიდეთ. მოგესალმებით, პოზიტიურად დავიწყეთ და თან აი ძალიან კარგად აჩვენა ის დამოკიდებულება. რაღაცა ხდება, გარემოში ცვლილება და როგორ პასუხობ ამ ყველაფერს. ხო, ეს არის რეალურად სტრესი და მასზე რეაქცია. პოზიტიურს რაც შეეხება ზოგადად ნებისმიერი მოვლენა არც პოზიტიური, არც ნეგატიური არის მოვლენა და ჩვენი მნიშვნელობა არის ამასთან დაკავშირებით ანდადებითი ან უარყოფითი. ჩვენი აღქმა, დამოკიდებულება და ნებისმიერი ფაქტი ესე და მოვლენა რო ავიღოთ, ხო? ორი მხარე აქვს. კარგით შეგვიძლია დავინახოთ, ცუდით შეგვიძლია დავინახოთ. აი ამ კუთხით სტრესსაც თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, აქვს თავისი დადებითი მხარე და შეიძლება გქონდეს თავისი უარყოფითი მხარე იმის და მიხედვით როგორ აღვიქვავ და როგორი დამოკიდებულება მაქვს. და თვითონ ახლა პოზიტიური კუთხით რო ვთქვათ, რა შეიძლება იყოს, რამ შეიძლება გამოიწვიოს, ესე ვთქვათ, დადებითი სტრესი ჩვენში. ყოველდღიურად ხდება ძალიან ბევრი რაღაც დაგეთანხმებით, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. დადებითი შემთხვევაში დამაწინაურეს პირობითად სამსახურში, ოჯახში რაღაცა მატება არის, ბავშვი გაჩნდა პირობითად, მოგზაურობაში მივდივარ, კარგი ამბავი ხდება. მაგრამ ნახე რა არის, რატო იწვევს ეს სტრესი? ახალი არის ეს და ბუნებრივად იწვევს რაღაცა ცვლილება შინაგანად და ამიტომ არის, რომ აი სიხარულსაც კი რაღაცა პატარა შფოთვა შეიძლება მოყვეს შინაგანად. სტრესი და შფოთვა და ღელვა, ხო, სხვადასხვა რამ არის. იმიტომ რომ ხა დაწინაურება ან მოგზაურობაში წასვლა სტრესი არ არის, უფრო რაღაცა ღელვა ჩემთვის. ხო, რაღაცის განსაკუთრებულის მოლოდინი. ხო და სტრესი უკვე ცუდი მგონია და ამიტომ არც ვარქმევ მე. კი, აი ზუსტად ცუდს ვარქმევთ ხოლმე. ძირითადად არის გარე მოვლენაზე როგორ რეაგირებ. ანუ ეს შეიძლება იყოს გარე მოვლენა, რაღაცა დადებითი, ხო, ისეთ შეიძლება მოხდეს, რომ თუ გქონიათ ეგეთი შემთხვევა, ანუ რაღაცა უარყოფითი ხდება, იმ მომენტში ჩანს ეს უარყოფითად, წლები რო გავა, ან დრო რო გავა, მერე დადებითად არის. მერე კარგად გასახსენებელია. მერე აფასებ. იგივენაირად ახალ ქვეყანაში რომ მივდივართ, პირველ რიგში სტრესი არის, იმიტომ რომ ახალი არის, არ ვიცი, გამოუცნობია და ყველაფერი ახალი რაღაცა რეაქციას იწვევს. ჩემთვის დისკომფორტში მაგდებს. ხო, იქ რაღაცა დაუშვათ მისამართს ვერ მიაკვლიე, იქ რაღაც არასწორ ადგილას ჩამოხსვეს, ინტერნეტი ვერ ჩართე, ამბავი რაღაც, მაგრამ თავგადასავალია საბოლოო ჯამში და შემდეგ უკვე ეს გასახსენებლად არის მოგონება, რომელიც ტკბილად გვახსენდება თითოეულ ჩვენგანს. გვანცა, საინტერესოა ის სწორედ პოზიტიური სტრესის გავლენა ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ თავისთავად ცხადია, ძალიან კარგია სიხარულები ჩვენს ცხოვრებაში და ყველას უსურვებდი ბევრ ბედნიერ მომენტს. მაგრამ გარკვეულწილად აი ეს გადაჭარბებული ემოციები, თუნდაც სიხარულის ხშირ შემთხვევაში ცუდად აისახება ხოლმე შემდეგ უკვე ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე. აი, აქ რაღაცნაირად უნდა ვაკონტროლოთ აქაც ჩვენი თავი. აი რო წარმოიდგინო, მანქანაში ზიხარ მეგობრებთან ერთად და მიდიხარ ძალიან კარგ ადგილას. და საწვავი გაქვს რაღაცა რაოდენობის ჩასხმული და ნუ აღარ დაამატე. გზაში რა მოხდება? დიდი ალბათობით სადღაც შეიძლება გავჩერდეთ.
ნებისმიერი ესეთი მოვლენა იწოს ენერგიას, ხო, რაღაცა ჩემს ემოცია გამოვლინებას და ეს საწვავი ნელ-ნელა იცლება თუ არ შევავსე. და ეს გარე ფაქტორი შეიძლება იყოს დადებითი მოვლენა, როგორც თქვით, ხო, რაღაცა კარგი მოხდა, მაგრამ თუ მხოლოდ გადის ჩემგან ენერგია და აღარ შემოდის, ისევე როგორც მანქანა საწვავით შევსება ჭირდება, რომ მოძრაობა შეძლოს, ჩვენც იგივენაირად გვჭირდება გარკვეული შევსება ენერგეტიკული იმისთვის, რომ გავაგრძელოთ მერე მოძრაობა და სხვადასხვა საშუალებები არსებობს, როგორ შეიძლება ჩვენი თავი შევავსოთ. აი რა საშუალებებია საინტერესოა. თუნდაც იმისთვის, რომ ეს სადღაც გზაში არ გავჩერდეთ და იმ დადებითმა ემოციებმა იქნება თუ რამ არ გამოგფიტოს. პირველ რიგში ფიზიკურობა, ჯანმრთელობა, სხეული ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხშირად არ უთმობთ ხოლმე ამას დროს, იმიტომ რომ არ ვაფასებთ, ისე პატივს არ ვცემთ, მაგრამ მთავარი წყარო ერთ-ერთი არის ენერგიის ჩვენი სხეული, ხო? როგორ ვიკვებები წყალს, როგორ მივიღებ, რამდენად ჯანსაღად, რამდენად ვარჯიშობ, რამდენად მოძრაობ და ასე შემდეგ. ისევ ცხოვრების ჯანსაღწესზე მივდივართ. ყველა თემაზე მივდივართ აქ. კი, ძალიან მნიშვნელოვანია, გვინდა თუ არ გვინდა და თან სამწუხაროდ რა ხდება ხოლმე, რომ გონებრივად თითქოს ვიცით, მაგრამ რეალურად ახლა ქუჩაშიც რო გავაჩეროთ ადამიანები და ვკითხოთ, რომ აი რა დროს უთმობ, რამდენად ყურადღებას აქცევს შენს ორგანიზმს, შეიძლება პასუხი არ მივიღოთ, მაინც და მაინც დადებითი. და თან აქ საუბარია რაღაცა მინიმალურ ელემენტარულ მესმის, რომ შეიძლება ვარჯიშის საშუალება არ ქონდეს, თუმცა რატომაც არა, ხო, სახლში შეგვიძლია რომ ვივარჯიშოთ. წყალი შეგვიძლია რომ აი ყოველდღიურად მივიღოთ იმ რაოდენობით, რაც ორგანიზმს ჭირდება და ასე შემდეგ. მოკლედ, პირველი მთავარი წყარო ჩვენი ენერგიის არის სხეული და თან ასაკთან ერთად და ცვლილებებთან ერთად ხუმრობდი, რომ რაღაცა ასაკის შემდეგ უკვე ორგანიზმს ვატყობ, რომ თუ მაგალითად 20 წლის რო ხარ რაღაცა სხვანაირად მოგყვება, 30 წლის მერე კიდეც გარკვეული ცვლილებები, 40 წლის მერე სხვა ცვლილებები არის. ხო, ანუ ყურადღების მიქცევა ჭირდება და ეს მანქანა რომ მუდმივად ფორმაში იყოს. შესანახია, კი. შესანახი მოსავლელი არის, იმიტომ რომ რეალურად ყველაფრის განხორციელების საშუალებას გვაძლევს. აი ხშირად გქონია დღის განმავლობაში რომ აი რაღაცით ხარ აჟიტირებული, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მაგრამ ხარ ბედნიერი, ძალიან აჟიტირებული. ეს მდგომარეობა თან მოგწონს, მაგრამ თან გღლის. საღამოს შესაძლოა რომ ეს რაღაცა დასვენების ხო რეჟიმში არა და მე პირადად ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ, აი იმდენად აჟიტირებული ყოფილი ვარ დღის განმავლობაში, არ ვიცი რაღაცის გამო, აი ცხოვრებით, რომ საღამოს დასვენების მდგომარეობაში და პოზიციაში გადასვლა გამჭირვებია. ესეც აი პოზიტიურ სტრესთან არის დაკავშირებული? ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი არის პროცესით სიამოვნების მიღება. ძალიან ხშირად ჩვენი შედეგები განაპირობებს ხოლმე თავს როგორ ვგრძნობთ. პროცესში თუ მაქვს ბედნიერების განცდა, ეს ძალიან კარგია, ენერგიით მავსებს. მაგრამ ეხლა თუ ეს პირობითად საღამოს რო გაიგებ კარგ ამბავს, შეიძლება ღამე აღარ დაგეძინოს, ხო? იმიტომ რომ მე დამშვიდება გჭირდება ორგანიზმის მომზადება იმისთვის, რომ ძილი შეძლო. მაგრამ დღის განმავლობაში თუ მაქვს ეს შეგრძნება, ეს პირიქით ძალიან კარგი არის და უფრო მეტად გამოწვევაც კი შეიძლება, იმიტომ რომ ენერგიის წყარო არის, შემავსებელი არის. თუ ესე ვგრძნობ თავს თუ დააკვირდები, რაღაცა მეტის გაკეთება მინდა, რაღაცა მეტი ენერგია მაქვს და ხშირად რატო კარგავთ ხოლმე ამ აღფრთოვანებას ან რაღაცა დადებით შეგრძნებებს, ხო, რომ პროცესში შედეგზე ვარ, აი დამთავრდება, ეხლა დავამთავრებ ამ პროექტს და მერე ვიქნები ბედნიერი. აი დავწერ ჩემს ეხლა სადიპლომო მაქვს დასაცავი და მერე ვიქნები. ან მორჩება ეხლა ეს პროექტი და მერე. მაგრამ გზაში თუ მაქვს ეს აღფრთოვანების შეგრძნება, ეს პირიქით საშუალებას მაძლევს, რომ ბოლომდე გავიყვანო ის საქმე. ამიტომ მოკლედ ეს პირიქით ძალიან კარგი არის და თუ დანაკლისში მაქვს მნიშვნელოვანიც კი არის, რომ რაღაცნაირად პროცესითაც მივიღოს სიამოვნება, კითხვა დავსვა ახლა თუნდაც რომ რა მომწონს, რა მაბედნიერებს, რატომ ვაკეთებ, გავახსენო ჩემს თავს ის მიზანი, საითაც მივდივარ, იმიტომ რომ ეს საწვავი შეიძლება გახდეს ამ გზაზე. აი თქვენ თქვით კითხვა დავსვა. ჩვენი ყოველდღიურობა არის სტრესებით სავსე. ყველასი და ეს არის პატარა მიკროსტრესები და დიდი სტრესები, ხო? და თქვენ თქვით რომ მნიშვნელოვანია ჩვენი დამოკიდებულება ამ სტრესების მიმართ. პოზიტიური ამბავით შეიძლება სტრესად გვექცეს, ხო? აი, რა კითხვების დასმით შეიძლება საკუთარ თავთან, რომ გავარჩიოთ, მოვახდიოთ რაციონალური გამეჯნა და მივხვდეთ, რომ ამაზე ღირს დახარჯვა ჩვენი ემოციის და ღელვა, ამაზე კიდე არ ღირს და მოდი გავუშვებ ამ ჩემი გონებიდან და სხეულიდან. აი, რით შეიძლება ამის გარჩევა მოვახდინოთ, რომ მართლა არ ვიყოთ დახუცდული, იმიტომ რომ სულ ამბობთ, რომ მე 1000 დაავადებას იწვევს ეს სტრესი და რაღაცა გავცრათ ესე ვთქვათ. პირველი ალბათ იწყება იმით, როცა რაღაც ხდება გარემოში,
სტრესორი მოდის და ეს სტრესორი დადებითი უარყოფითი დამაწინაურეს თუ რაღაცა დავიზიანე, ხო ეს ორივე სტრესი არის. გავიგე რაღაცა მოხდა, რაღაც არ მომეწონა. ჩემში ირთვება რაღაცა ისტორია, რაღაც მნიშვნელობას ვანიჭებ და ძალიან მნიშვნელოვანი ამ ისტორიის მოსმენა. მაგალითად, რომ დამაწინაურეს ვიღაცისთვის ისტორია არის, რომ რა მაგარია, საშუალება მაქვს, რომ ჩემი შესაძლებლობები წარმოვაჩინო. ვიღაცისთვის ისტორია შეიძლება იყოს ის, რომ ვაიმე, ეხლა თუ რაღაცა ვერ გავაკეთე, დავიღუპები, ან ისიც არ დავკარგო, რაც მაქვს. მესამესთვის შეიძლება საერთოდ სხვა ისტორია ჩაირთოს. პირველ რიგში ეს ისტორია განაპირობებს მერე ჩემში ნაგამდგომარეობას და იმას თუ რა რეაქცია მექნება ამასთან დაკავშირებით. ანუ გავიაზრო რატო ჩამერთო ეს ფოთი და არა, გავიაზრო რა მნიშვნელობას ვანიჭებ ამას, რა ისტორიას უყვები ჩემს თავს. აი ყველაზე მარტივი კითხვა არის, რა ისტორია აუცილებლად არსებობს. ანუ რაღაცა ფიქრი არის, რაღაცა შინაგანი გამოცდილება უცებ შენ გაიშთავისე. როგორც წესი, ჩვენი პირადი გამოცდილებაა პირობითად რაღაცა როცა არ გამომივიდა, ხო? შეიძლება ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ყველაფერი ეს მთავარი ისტორიები მაინც ბავშვობაში იქმნება. და მაქვს გამოცდილება პირობითად ვამბობ, აი ძალიან გავრცელებული შემთხვევა არის საჯარო გამოსვლა, მიწევს საჯარო გამოსვლა დიდ აუდიტორიასთან საუბარი და მაქვს ეგეთი გამოცდილება, როცა პატარა ვიყავი სკოლაში, ლექს ყვები და დამცინეს. შესაბამისად, ეს ახალი შესაძლებლობა გენერალიზაციას აკეთებს ჩემი ტვინი, ანუ ნებისმიერი ეს აუდიტორიასთან ურთიერთობა ამას მიცოცხლებს. მაშინ გადავწყვიტე, რომ არ ვარ საკმარისად კარგი და მე ხმას აღარ ამოვიღებ. ჩამოყალიბდა საჯარო გამოსვლის შიში. ერთმა ადამიანმა შეიძლება ესე გადაწყვიტოს. გამოსასვლელი ვარ და დავიტანჯი ამ სტრესით. აი ზუსტად ეს არის, რომ ეს ისტორია შეგვიძლია რომ შევცვალოთ, ხო? იქ რა ისტორიაც შექმნა გონებამ, ეს ისტორია საჭიროებს გადაწერას იმისთვის, რომ ის მოვლენა მარტო ერთი ფორმით აღარ გამოვიდა შემთხვევით. ხო, აი დამცინეს რაღაცა შემეშალა და დამავიწყდა ლექსის ფრაზა და დამცინეს. არის რაღაცა მოვლენები, რაც ტრამულ გამოცდილებადაც იქცევა ხოლმე, ხო, უფრო მეტად მოქმედებს და აქ გვჭირდება ფსიქოთერაპიული მუშაობა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში და ზოგ შემთხვევაში საკმარისი შეიძლება იყოს გააზრება უბრალოდ იმისა, თუ რა ისტორიას ყვები და შეცვალე უბრალოდ ეს ისტორია, ხო? ანუ შთამაგონებელი მიმართულებაც შეგიძლია შექმნა, არა ის, რომ ეხლა დამცინებენ და რაღაცა ცუდად გამოვა, არა, ყველა მომისმენს და ძალიან დიდი ინტერესით იქნებიან ჩართულები იმასთან, რასაც ვამბობ. ანუ რომელი ისტორიას აირჩევ, ეს ეხლა არის შენი გავლენის ქვეშ. და ძალიან ხშირად, იმიტომ რომ ამას წონა ქონდა და ტკივილი მომაყენა თავის დროს, იმიტომ რომ ავირიდო ამ შესაძლებლობას ვეუბნები უარს და არიან ადამიანები ზუსტადაც ამის გამო არ გამოდის საჯაროდ, ხო? ანუ ძალიან ბევრ ადამიანთან ერიდება. თუ შეცვლის გაიაზრებს ამას და სხვა ისტორიას მოყვება თავის გონებაში, რომ არა იცი რა ყველაფერი ძალიანაც კარგად გამომივა, თუ ვიღაცა გაიცინებს არაუშავს. პირობითად. ეს განსხვავებულ მოქმედებას უბიძგებს და ამის შემდეგ მოდის რაღაცა ნაბიჯები, რასაც ვაკეთებთ. მოვამზადებ პრეზენტაციას, გავაკეთებ და საინტერესო რა ხდება, ხო? ამ შიშმა რაღაცა კუთხით და ამ სტრესმა შეიძლება მიბიძგოს ორი რაღაცისკენ. ერთი რომ ჩავიკეტე და საერთოდ არაფერს არ გავაკეთებ, მოდი არ მინდა რომ დამცინებ და არ არის ჩემი საჯარო გამოსვლა. ესეც ერთ-ერთი ისტორია, რასაც უყვებით თავს, ხო, არ არის ჩემი. არა და მინდა მაქვს ეს იმპულსი, რომ თქვათ ადამიანებს ველაპარაკო, მაგრამ მოვატყუე ჩემი თავი, იმიტომ რომ მეშინია დაცინვის. აი ამის გააზრება არის მნიშვნელოვანი, რომ ეხლა ჩემს თავს რო ვკეტავ, აი ამ სტრესში, რის გამო ვაკეთებ, ანუ რისი მეშინია, როგორც წესი რაღაცა შიში არის ხოლმე და ამისგან ვიცავ ჩვენ თავს. აი რაღაც ნაკლოვანებებზე თვითშეფასებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და მეორეს მხრივ, მოკლედ ეს სქემა რო დავინახე, სტრესმა რისკენ შეიძლება მიბიძგოს. მოდი კარგად მოვემზადები, კარგ პრეზენტაციას მოვამზადებ, თემას კარგად გავიცნობ და მერე წავსდგები. ანუ იმპულსი მომცეს იმისთვის, რომ კარგად გავაკეთო ის რაღაც. ანუ ერთ შემთხვევაში ჩამკეტა, იმიტომ რომ ამ ისტორიას მოусმინე და გავჩერდი. და მეორე შემთხვევაში გავიაზრე, დავინახე ჩემი შიში და ნაბიჯი გადავდგი ამ მიმართულებით. ანუ ამ შემთხვევაში ხდება უკვე დადებითი სტრესი. ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის როცა გარეთ რაღაცა შეიცვალა, შიგნიდან სტრესავს, იმიტომ რომ შინაგანი ჩვენი მექანიზმი ორიენტირებულია იმისკენ, რომ კომფორტში იყოს, ანუ არაფერი არ გააკეთოს რა, ანუ ჩვეულებრივად ესე თუ ვიქნები, თუ გარეთ არაფერი არ ხდება, არაფერი არ მსტრესავს. მაგრამ საერთოდ ვითარდები, მე თუ არაფერი არ შემოუშვი ჩემში. კი, ასეა. მან ძალიან მალე ამოიწურა ის დრო, რაც მოგვაკუთვნეს, ერთ მაჭკვიანმა ადამიანმა მან მითხრა მე ესეთი რამე, რომ
რასაც არ ეშველება, იმაზე მოდი ნუ დაისტრესავ თავსო და თუ კი გარდაუვალია ეს ჩემი საჯარო გამოსვლა და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის, უნდა ვიპოვო ეშინა განეძალა და დაუსვა ჩემ თავს კითხვები, რომ რა არის ის რაც მაშინებს. კი ბატონო, რასაც არ ეშველება, იმაზე ნერვიულობა საერთოდ რატო ღირს? ხო და ნახე ეს ხო უნდა გაიაზრო. თუ არ ღირს ახლა ამაზე. გამოთქმა, კარგი გამოთქმა არის ორ რაღაცაზე არ უნდა იდარდო, რასაც ეშველება და რასაც აღარ ეშველება. აი გენიალური დასასრული. განსას დიდი მადლობა ჩვენ დაყოფლისთვის. მადლობა.